რას გახსენებთ გადაწყვეტილებები, რომლის თაობაზეც დღეს გავიგეთ, მათ შორის დღეს საღამოს, როცა გამოგვიცხადეს, რომ სუსი იწყებს ფასების, ასე ვთქვათ, კვლევას მარტივად რო ვთქვათ. ეს სრული აბსურდია, ბუნებრივია. ეს არ არის საერთოდ ძალოვანი ინსტიტუტების საქმე. ფასების, ესე რომ ვთქვათ, ფასების კონტროლი საერთოდ არის სახელმწიფო საქმე, ხო? სახელმწიფო საქმეა მონოპოლიებთან, ოლიგოპოლიებთან, კარტელურ შეთანხმებებთან ბრძოლა, იგივე დაუშვათ ანტიმონოპოლური სამსახურის სახით. დარჩენი კონკურენტული ბაზარი თვითონ ალაგებს და თვითონ არეგულირებს ფასებს და პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ კონკურენცია ამ ქვეყანაში არ არსებობს. ეხლა კარტელები და მონოპოლიები რომ არის, ეს არ არის სიახლე ხელისუფლებისთვის და ზუსტად ხელისუფლებასთან გარიგების შედეგია, ხო, აი ესეთი მანკიერი სისტემების არსებობა, შესაბამისად ეს არის მორიგი ფარსი, პოპულისტური განცხადება, რომელსაც შედეგი ბუნებრივია არანაირი არ მოყვება, გარდა იმისა, რომ თუ ვინმე დარჩათ ბიზნესში გასაფარსი კიდევ ერთხელ მორიგჯერზე მიაპარსავენ და მეტი არაფერი, ხო? ასე რომ ეს ბევრჯერ გვინახავს, ეს არ არის მხოლოდ დამახასიათებელი კობახიძისთვის, ის რატომღაც ეხლა ცდილობს, რომ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური ცვლილება გააკეთოს, ხო, რაღაცა ავტორიტეტი მოიპოვოს, თვითონ პირადი ავტორიტეტი პოლიტიკური, რატომღაც ჩათვალა, რომ მას ამის ფუფუნება აქვს დღევანდელ სიტუაციაში. საერთოდ ძალიან გაცუღულდა ეს ბიჭი ბიზნეს კარზე და მე მგონი ბიზნესი ცოტა არ იყოს ნერვიულობს ამ საკითხზე, მე ესე მეჩვენება და ესეც ეხლა ცდილობს, რომ რაღაცა ესეთი იაფასიანი უშედეგო, უშინაარსო განაცხადებით თუ კიდევ იმას დაბოლება შეიძლება რაღაცა პირადი ავტორიტეტი მოიპოვოს. მეტი ამის უკან არაფერი არ დგას და არც ბევრ ლაპარაკად არ გეს, ხო, რეალურად გასაგებია, რომ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება, კი სუსი რაღაცას იკლავს, ის რაღაცას იკლავს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეთქვირაში ამის შესახებ აღარავის აღარ ემახსოვრება, იმიტომ რომ ჩვენი ბიზნესი ცხვრის ფარას გავს, ისინი არიან გარიგებაში ხელისუფლებასთან, ემსახურებიან ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც არ უნდა იყოს, ხო, ვინც არ უნდა იყოს, მათ კანონთან არ აქვს საქმე, ხო, აი ესეთი. თუმცა ბატონგია, დავარქვათ ამას პირობითად, ამ მათი სოციალური კონტრაქტის ნაწილს წარმოადგენს რაღაცა ტიპის ავტონომია, ბიზნეს ხელშეუხებლობა იმ გაგებით, რომ მათ აწარმოოთ ბიზნესი მეტნაკლებად თავიანთ სივრცეში თავისუფლად. განცხადება, რომელიც მოვისმინეთ და სუსის ჩარევა ამ ყველაფერში ქმნის უკვე წინაპირობებს ნებისმიერ ბიზნესში, სადაც პროდუქტი და მომსახურება ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით შეკითხვებით საგამოძიებო ორგანოების შესulis, ხო, ეს OBХS-ს ტყუილად არ გამეწუნეთ ეს ფასების ბერკეტი არის ეს იმისთვის, რომ იმივე კობახიძემ გაიფართოვოს თავის შესაძლებლობები ბიზნესზე წეწოლის. ისედაც დამერწმუნეთ, ისედაც საკმაოდ ფართო აქვს, ჩვენთან დამკვიდრებულია უკვე დიდი ხანია, ხო, ეგრეთ წოდებული ნომენკლატურული კაპიტალიზმი, როდესაც ხელისუფალი არის დირექტორი ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების, ხო? და ამას შეგუებულია ყველა, ხო, ჯერ მარტო საერთოდ რადგან რომ ეს ბიზნესმენები რიგში დგებიან სახელმწიფო პარტიის სალაროსთან, ხო? ეხლა ამის ძალიან ბევრი სიმპტომი არსებობს, იგივე ბიზნეს ასოციაციები, ხო? რომლებიც ესე რომ ვთქვათ ვაზელინ გაპოხინები აკეთებენ განცხადებებს ნებისმიერ შეხვედრებზე. მე არ ვაბარებო ყველაზე რა თქმა უნდა არის იშვიათი გამონაკლისები, რომლებსაც აქვთ, საკმარისი. კარგი, მაშინ ბიზნეს რო შევეშვათ, ბატონგია, რატო დაჭირდა დღეს კობახიძეს ამის გაკეთება, მაშინ რო ეს იყო წმინდა წყლის პოპულისტური მესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების დღე იყო გუშინდელი დღე. ანუ სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ფიგურა, განსახიერება, იგივე ივანიშვილის საყრდენების წლების განმავლობაში, მე დღეს სპეციალურად ჩავხედე და 6 წელი ბატონ ლილუაშვილი სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყო და მანამდე მოადგილე იყო, ანუ 8 წელი სპეცსამსახურს ხელმძღვანელობდა ეს კაცი, მანამდეც არ ეკავა ნაკლები თანამდებობები პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ყველაფრის გადაფარვა ამ ერთ-ერთი მიზეზი ნაწილად გადასვლა რაში დაჭირდა მას?
ну, კი ბატონო, შეიძლება გადაფარვაც ხო, რომ აი ამაზე ჩვენ ახლა დრო დაგვეხარჯა და ამაზე გველაპარაკა. ну, იაფასიანი პოპულისტური, რა თქმა უნდა, სხვა შედეგებიც ახლავს ამას მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ამის გამო გაკეთდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უბადრუკად ცდილობს კობახიძე, რომ რაღაცა პირადი ავტორიტეტი მოიპოვოს აი ამ სოციალურად შეჭირებულ ადამიანებში, ხო, რომ აი მე კი არა, აი ვიღაცები რომ იპარავდნენ, ვიღაცები რომ იმათი ბრალია თქვენ რომ ცუდად ცხოვრობთ, თქვენ რომ გშიათ და გწყურიათ და მე ხა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ რაღაცა შვება მოგცეთ, ხო? აი ესეთი იაფასიანი განაცხადია, ну, თუ ვინმეს კიდე ჯერა ესეთი განაცხადები სამქვეყანოში არ ვიცი, ну, შეიძლება ვიღაც არის კიდე ეს. გამორიცხავთ, რომ ეს ჯეროდეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ზედმეტად მეტი ძალაუფლების კონცენტრაციის საშუალება მიცა კობახიძეს. არა, ბიძინა ივანიშვილი პირიქით, ჩემის აზრით, ესეთ განაცხადებზე არა მისი პირიდან, არამედ მისი კარის, ესე რომ ვთქვათ, მომსახურე პერსონალისგან ძალიან ცუდი თვალით უყურებს და ძაბავს, ხო? იმიტომ რომ მას უჩნდება კითხვა ყოველთვის ასეთი ტიპის განაცხადისთვის, რატომ ზრუნავს ესა თუ ის ადამიანი პირად პოლიტიკურ ავტორიტეტზე, ხო? რამე ხო არ ხდება ისეთი, რამაც შეიძლება ჩემს ძალაუფლებას საფრთხე შეუქმნას და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ესეთი დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც ბიძინას წყალს უყენებს. აი ამ ბიძინას წყალის შეყენების ნაწილში რატომ უნდა მიუშვას ივანიშვილმა სიტუაცია ისე, რომ ძევლად ჩაიყენოს თავი პროცესის, მაშინ როდესაც ყველა ბერკეტს ფლობს სოციალური და პოლიტიკური კაპიტალის ფლობელი ამ სისტემაში, რასაც ქართული ოცნება ქვია, ფაქტობრივად მხოლოდ ის არის და რატომ უნდა მისცეს შესაძლებლობა იგივე კობახიძეს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უშუალოდ პერსონალურად კობახიძეს ძენს პოლიტიკურ წონას ქართულ პოლიტიკაში. რა არის იცით რთული პროცესი მიდის, კი ჩვენ შევეჩვიეთ და შევეგუეთ თითქოს ხო იმ კონსტანტას, რომ ბიძინა ფლობს რაღაც განუყოფელ ძალაუფლებას ამ ქვეყანაში და ესეც იყო ხო ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამე იცვლება. მეც ახლა 6 თვის წინ რო გეკითხათ, მეც დაგიდასტურებდით, რომ ესეა, მაგრამ ბევრი რამე იცვლება. ვიღაცები ახალ პატრონებს პოულობენ ხო, რომლებიც ბიძინაზე არანაკლები, ესე რომ ვთქვათ, ძალის მფლობელები არიან, ხო? და ყველაფერი მთელი აი ეს დიდი პროცესი ჩემის აზრით დაიწყო, ჩვენ ამაზე გვისაუბრია თუ არ მეშლება, ჯანგველაძის მკვლელობით, ხო? და მას შემდეგ ძალიან ბევრი ტრანსნაციონალური ჯგუფის ინტერესი გაჩნდა საქართველოში, რომლებმაც თავისი პირადი კავშირები გააბეს, ხო? სხვა ჯგუფებთან, ძირითადად მე რა თქმა უნდა ეს კობახიძის დაჯგუფება მაქვს მხედველობაში და ამის შემდეგ იწყება აი ეს ოპერაცია, როდესაც აი ეს დაჯგუფება ვიღაცის მიერ ზურგ გამაგრებული, მოდით ესე ვთქვათ, იწყებს აი ამ დიდ პოლიტიკურ პროცესს, ხო? არა ესენი იწყებენ, არამედ ვიღაცა იწყებს მათი ხელით, მოდით პირობითად ესე ვთქვათ, ხო? და პირველი ამოცანა ბიძინას გაკოჭვა, ხო? ჯერ უნდა გაკოჭო, შებოჭო მაქსიმალურად იმისათვის, რომ რაღაც მინიმუმ ბალანსები გააჩინო, ხო? და რაღაცა ესე ვთქვათ თუ დღემდე განუყოფას ფლობდა, ძალაუფლების ნაწილი მაინც დაათმობინო. და იწყება სტერილიზაცია. ეხლა კორუფცია, ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის, რაც დღეს ხდება, ეს ჩვენ ხო ვიცით, ხო? გასაგებია და ამ ტიპის სისტემები საერთოდ კორუფციის გარეშე ვერ არსებობენ. კორუფცია არის ფუნდამენტი, რაზეც დგას ავტორიტარული რეჟიმი. იმიტომ რომ კორუფციის გარეშე სისტემის კვება არის შეუძლებელი, ხა ხელფასზე ხო არ იმუშავებენ და უკანონობებს, იგი ბავშვების ცემას და ესე რომ ვთქვათ, ამ უკანონო მართლმსაჯულებას ისე ხო არ განახორციელებენ მარტო ხელფასის გამო, ხო? იდიოტები ხო არ არიან? მათ ჭირდება კვება და მათი საკვები მხოლოდ კორუფციის მეშვეობით მოიპოვებენ. ამას ჭირდება შავი ფული, შავ ფულს ჭირდება. ამას ჭირდება შავი ფული. კრიმინალური. რა თქმა უნდა, შესაბამისად, რაც დღეს ხდება, ამის ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, ეს არის შიგა სახელისუფლებო ბრძოლა.
ფულის და ძალაუფლებისთვის, ხო? ეს ორი რამე თქვენ მაინც ამბობთ, რომ შიდა სახელისუფლებო ბრძოლაა და ამ დროს მანამდე თქვენ ავითარებთ ას, რომ ეს პროცესი შეიძლება უშუალოდ ივანიშვილის მანევრების შესასუსტებლად, შესაბოჭად მიმდინარეობს. კი, შესაბოჭად, რატომ? იმიტომ რომ აი ბოროტმა ბავშვმა გადაწყვიტა, რომ მამის ერთადერთი მემკვიდრე იყოს, ხო? ერთადერთი მემკვიდრე, მან იცის, რომ საფრთხე ემუქრება, ხო? ნებისმიერ მომენტში, როგორც არაერთხელ გაუკეთებია. ამიტომ კონკურენტები უნდა დაასუსტოს და დასუსტება ჩვენ სიამოვნებაში არის მათი განაცხადება. კონკურენტები უნდა ჩამოაშოროს, ანუ ერთადერთი მემკვიდრე უნდა დარჩეს, ანუ დები და ძმები უნდა ზოგი საწოლში უნდა მიახჩოს, ზოგი და აი ამ პროცესში ვართ, ხო? ეს არ არის კიდევ ერთხელ მისი თამაში, ვიღაცა დგას მის უკან. ვიღაცა გარედან შევიდა, ან კრიმინალური სამყარო, ან პირდაპირ კრემლში არ ვიცი ეხლა, ან ორივე ერთად, ხო, იქაც ხო ყველაფერი კრიმინალური სამყარო და სპეცსამსახურები ხო ერთმანეთში აზელილი და ეხლა რუსული სპეცსამსახურები და ეს ტრანსნაციონალური კრიმინალი საქართველოში როგორ ბოგინობს დღეს ჩვენ ვიცით. ეს ის ხალხია, რომელსაც ბიძინა ყოვლის შემძლეთ არ მიაჩნია, ბიძინას გაკოჭვა მათი გეგმა, იმიტომ რომ ესე რომ ვთქვათ, მათი ამბიციები სცილდება მხოლოდ ბიზნეს მიერ გადაგდებული ლუკმის ფარგლებს. თუ ამას აცნობიერებს ამ ეტაპზე ბატონ ივანიშვილი, ის უკვე უნდა ემზადებოდეს როგორც მინიმუმ. კი, რა თქმა უნდა, ეხა ის უბრძოლველად ამ სივრცეს არ დათმობს, ეხა მე გუშინ მქონდა კიდევაც ამაზე ლაპარაკი, მე რაღაც ინტერპრეტაციები მოყვა და ძალიან მეცინება ხოლმე იმაზე, რომ ჩემ ნათქვამს მე ინტერპრეტაციას აძლევენ და მე იმ ინტერპრეტაციას ეჩხუბებიან ხოლმე, ხო? მათ შორის არ მხოლოდ სახელისუფლებო, ესე რომ ვთქვათ, ისინი, რა ქვია, მოღვაწეები, არამედ ოპოზიციური. არა, მე გუშინ ვთქვი, რომ ბიძინამ რაღაც შეცდომები დაუშვა ბოლო პერიოდში ისეთი, რითაც გააჩინა სისუსტე, ხო? აი, ჯანგველაძის კვლელობა ტყუილად არ ვახსენე, მას გაუჩნდა გარკვეული კომპლექსი. ამის შემდეგ რამაც აი ამ ოპონენტებს მისცა იმის შეგრძნება, რომ ბიძინა სუსტია და დადგა დრო, რომ ესე რომ ვთქვათ, მაქსიმალურად შევბოჭოთ, ხო? და გარდა ამისა, ბიძინას შეცდომები იმაში გამოიხატება, რომ მე არ მინდა ეხა კონკრეტიკა, ხო, კონკრეტიკაზე ლაპარაკი ჯერჯერობით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას გაუჩნდა სისუსტეები ძალიან ახლოს თავისთან. ეხლა ლილუაშვილი ოჯახის წევრის გარკვეულ პროცესებში მონაწილეობას. რა თქმა, გარკვეულ პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც არის, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ახალი პლეიადის, ხო, აი ამ მისი ალტერნატივის მზადებისთვის ძალიან სერიოზული კოზირი და ამიტომ მას აღარ აქვს ხა იმის კომფორტი, რომ აი ერთი ხელის მოსმის და ერთ სატელეფონო ზარით გადაალაგოს ყველაფერი როგორც თვითონ უნდა. თან ვისი ხელითაც უნდა გადაალაგოს პოტენციურად, ხო? ამ ადამიანებს მეთოდურად ანადგურებენ, ჩვენ ამას ხედავთ, ხო? და ლილუაშვილი ბიზნესთვის ხა კიდევ ერთხელ გამიმეორე, ეს ხო არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, ხო? ეს არის ერთ-ერთი ფიგურანტის ჩამოშორება პროცესებისგან. და ლილუაშვილი ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და მშვიდად შევიდოდა. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ. ცნობიერებით, მაგრამ მეორეს მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ბევრის ლაპარაკს არ აპირებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის. რატომ? იმიტომ რომ ბიზნა წარმოადგენს საფრთხეს მთლიანობაში. აი ზუსტად ამის თქმა მინდა ბიზნა ივანიშვილისთვის ლილუაშვილი არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ მის ხელში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ინსტრუმენტი აი ამ ესე რომ ვთქვა ძალიან გაჯეჯილებული ბავშვების მოთოკვისთვის, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ლილუაშვილს აქ შეეძლო ძალიან სერიოზული როლი ეთამაშა და ზუსტად ამის გამო მოხდა მასზე დარტყმა. ეხლა ისმის კითხვა, რომ ბიძინამ რატო არ დაიცვა ლილუაშვილი, ხო? რატო არ დაიცვა კი არა, ვერ დაიცვა, იმიტომ რომ ბიძინამ გამოავლინა სისუსტეები. მე აი ძალიან მიკვირს უბრალოდ აი სიმართლე გითხრათ ვეღარ ვჩნო ბიძინას, იმიტომ რომ როდესაც ოჯახში მან იმ ტიპის სისუსტეები გააჩინა, რამაც მის პოლიტიკურ ოპონენტებს რბილად ვიტყვი, ხო, მტრებს არ ვიტყვი ჯერ, მისა, ესე რომ ვთქვათ, არგუმენტები აი ამ დიდ ბრძოლაში, ხო? აი წარმოუდგენელი რაღაცა, რა როგორ დაუშვა ესეთი რაღაცა?
რთული საინტერესო ბატონ გია. კი ბატონო, რო დავასრულოთ მინდა გთხოვოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ხა ბიზნეს ვამართლებ არა, ეს ამას არ ნიშნავს, ხო? არც მსხვერპლად მიმაჩნია. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია, მე არც პოზიტიურად ვლაპარაკობ, აქ და არც ნეგატიურად ვცდილობ, რომ მოვლენების ანატომია დავინახო, ხო? კი ბატონო. მეტნაკლებად ჩემი აზრით სწორად, ხო? მეტი არაფერი არ ხდება. ასე თუ საინტერესო პროცესი მიდის ნამდვილად, ნახოთ გამოჩნდება თუ კი მართლაც ასეთი მოწყვლადია ივანიშვილი უშუალოდ მის ყოფილ ასე ვთქვათ ინსტრუმენტებს. ეს დღეს მდგომარეობით იმდენად მოწყვლადია, რომ ადვილად ამ დაჯგუფებებს ის ვეღარ დაამარცხებს. მე ვფიქრობ, რომ ის სულებს გააკეთებს მაინც, ხო, მაგრამ მარტო ტელეფონის აწევით და დარეკვით ეს ვეღარ მოხდება. მას მოუწევს ბევრად უფრო სერიოზული მომზადება ამისთვის. თუ დარჩა ამის დრო და რესურსი. მადლობა. რა თქმა უნდა.